გამარჯობა. დღეს 24 ივნისია, 2025 წელი. ომის დაწყებიდან 1216 დღე გავიდა. მე რატი ვარ მუჯერი ჟურნალისტი და დღეს ჩემთან ერთად ვეღარ არის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე. დიდება გმირებს. ის დაიღუპა და დღეს სულ ცოტა ხნის წინ იყო უკვე პირველადი სამედიცინო დასკვნა, რომლის მიხედვითაც პირველად დასკვნაში წერია, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო გული. ეჭვები მის მოწამვლასთან დაკავშირებით არსებობს და ამაზე ექსპერტიზა საბოლოო პასუხს დაახლოებით თვენახევარში 40 დღეში გაცემს. საქმეს იძიებს არა მხოლოდ უკრაინის პოლიცია, არამედ თავად უსაფრთხოების სამსახურიც, რომელშიც მუშაობდა ვანო ნადირაძე და ასევე ყველა ავტორიტეტული ფიგურა, რომელიც იმყოფება დღეს უკრაინაში, მათ აქვთ გავლენები და ისინი ცხადია ამ კითხვებს უპასუხოდ არ დატოვებენ. მოკლედ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პირველადი სამედიცინო დასკვნა უკვე იყო და გარდაცვალების მიზეზად გულის გაჩერება წერია მასში. შეეხება ამ ეჭვებს, რომელიც გაჩნდა ვანო ნადირაძის გარდაცვალების გარშემო, ეს ეჭვები, ასე ვთქვათ, ჰაერიდან არ მოსულა. ის მის საბრძოლო ბიოგრაფიას უკავშირდება და ცხადია არ დაწყებულა ვანო ნადირაძის საბრძოლო ბიოგრაფია უკრაინაში. გასლებით ადრე საქართველოში დაიწყო, ის სხვადასხვა ძალოვან მოწყობაში მუშაობდა სხვადასხვა პერიოდში და არის მონაწილე იმ სპეციალური ოპერაციის, რომელიც კოდორის ხეობაში ჩატარდა. რა დროსაც FSB-ს აგენტები იყვნენ შემოჟონილები და იგეგმებოდა დივერსიული აქტი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს მაშინ ადრეულ ეტაპზე იქნა გამოვლენილი და FSB-ს თანამშრომლები ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა, ნაწილის გაუნებელყოფა. მოკლედ ის საქმე არ გამოუვიდა და ამაში ძალიან დიდი წვლილი სწორედ აი ამ ქართულ მებრძოლებს ეკუთვნით, მათ შორის ვანო ნადირაძეს, თუმცა ფაქტი ასევე ის არის, რომ ამ სპეცოპერაციაში მონაწილე ადამიანების დიდი ნაწილი საეჭვო, სულ უკეთ რომ ვთქვათ, საეჭვო გარემოებაში გარდაიცვალა. ზოგი კაბინეტში წყლის გამაცხელებელი აუფეთქდა, ზოგი ავტოსაგზაო შემთხვევაში. სულ ბოლო შემთხვევა იყო შარშან, თუ სწორად მახსოვს, ბათელგრაუნდში აფეთქების შემდეგ გარდაცვლილი ადამიანებიც ამ ოპერაციის მონაწილეები იყვნენ და ვანო ნადირაძეც ამ ოპერაციის მონაწილე იყო. სწორედ ამიტომ გაჩნდა ეს კითხვები და კიდევ ერთხელ ვიძახი, ჯერ მხოლოდ პირველადი დასკვნა გვაქვს, დეტალური დასკვნა დაახლოებით თვენახევარში 2 თვეში იქნება. ვინც ადევნებდა ჩვენს პროექტ თვალს, გეცოდინებათ, რომ უნდა გვესაუბრა სუმში რუსეთის მიერ უკრაინის მიერ რუსეთის შეტევის შეჩერებაზე. ვანო სუმში თვითონ იყო ჩასული და ჰქონდა დეტალები, რომელსაც აპირებდა რომ გაეჟღერებინა, თუმცა სამწუხაროდ აი ამ დეტალებს ჩვენ ვეღარ გავიგებთ. თუმცა ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რომ ამ ეტაპზე სუმის მიმართულებაზე რუსული შეტევა შეჩერებულია. რა თქმა უნდა, დღევანდელ ეთერს ჩვეულებრივად ვერ ჩავწერდი და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ცოტა რამ მომეყოლა ვანოზე ის, რაც მე მასთან მაკავშირებდა. პერსონალურად ის გავიცენი 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე, როდესაც უკვე ძალიან აშკარა სამზადისი იყო და ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში და ჩემი ერთ-ერთი პირველი ჩასვლა იყო ომის წინა პერიოდის უკრაინაში და მაშინ გავიცანი, ვანო თვითონ გამოვიდა პრინციპში შეიძლება ითქვას კონტაქტზე, როდესაც გაიგო რომ იქ ვიყავი. მას შევხვდი, გავიცანი და მას მერე პრინციპში მთელი ამ ხნის განმავლობაში თავიდან რა თქმა უნდა უფრო ინტენსიურად, შემდეგ დროის გასვლასთან ერთად სხვადასხვა პერიოდულობით მასთან მუდმივად კონტაქტზე ვიყავი და დაზუსტებით ისეთ მათ შეიძლება, ვანო იყო წყარო, რომელზე დაყრდნობაც შეიძლებოდა და თუ კი რაიმე დაადასტურებდა, ეს ნამდვილად დასტურდებოდა. ჩვენ შემოვლილი გვაქვს ერთად ფრონტის მთელი ხაზი აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე ჩრდილოეთში. და სწორედ მან, ასე ვთქვათ, გამიკვალა გზა, სად როგორ რა ხდებოდა ბრძოლის ველზე, ძალიან ბევრი კონტაქტი გამიჩინა.
და სულ დაახლოებით 1 თვის წინ უკვე გადავწყვეტეთ, რომ აი ეს პროექტი წამოგვეწყო, სადაც ვისაუბრებდით მე თბილისიდან, ის კიევიდან და შევაფასებდით იმ სიტუაციას თუ რა ხდებოდა უკრაინაში. რა თქმა უნდა, ყოველთვის გულდასაწყვეტი არის, როდესაც ასეთ ტრაგიკულ ცნობებს ვიღებთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კიევში ხვალ კიევის დროით 12 საათზე, თბილისის დროით 1 საათზე მოხდება მისი სამოქალაქო პანაშვიდი კიევში და ამის შემდეგ უკვე მას გადმოასვენებენ საქართველოში. ახლა ამ წუთებშიც მიმდინარეობს მოლაპარაკებები მასთან დაკავშირებით, თუ სად და როგორ მოხდება მისი დასვენება და მისი სამოქალაქო პანაშვიდი სად გაიმართება და როგორ გაიმართება. უსამძიმრებ მის ოჯახს, მის მეგობრებს, ახლობლებს, თანამებრძოლებს, მდიდება გმირებს და ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ მისი საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. მართალია ის უკრაინაში იყო ბოლო წლებში 2014 წლის შემდეგ, თუმცა ვისაც მასთან ჰქონდა ხშირი კომუნიკაცია, ზუსტად იცის, რომ მისი მთავარი ამოცანა საქართველოს დეოკუპაცია იყო და საქართველოს წინსვლა და გამარჯვება. ასე რომ ჩვენ ვინც ცოცხლები დავჭით, მისი თანამებრძოლები, ვინც დღეს უკრაინაში არიან, ისინი გააგრძელებენ ამ ბრძოლას, მე დარწმუნებული ვარ და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, პირველ რიგში უკრაინაში, შემდეგ უკვე საქართველოში. და მოკლედ ეს დღევანდელი ეთერი სწორედ ვანოს ხსოვნას ეძღვნებოდა. დიდება გმირებს და არ ვიცი ამ პროექტს როგორ გავაგრძელებ, ძალიან რთული იქნება. დიდება გმირებს.